არა, ჩემი სიყვარული ერთ არის, იცი რაღაც გაყიდვების ტრეინინგებს უტარებენ ხოლმე და როეუბნებიან, რომ სახელი ბევრჯერ ახსენე და უფრო გაყიდო, მაგალითად გამარჯობათ ბატონო კოკა. ბატონო კოკა, მოგესალმებით, გაწუხებთ სადაზღვეო ბატონო კოკა კომპანია, ბატონო კოკა აქედან და გვინდა ბატონო კოკა შემოგთავაზოთ ავტომობილი ბატონო კოკა. აი, ეგეთ რაღაცებს, ეგეთისად, მაგას თავი დავანებთ შეთავაზებს, მე თვითონ აი ეს ფლოუ რო სულ მგონია ხოლმე რომ რაღაცა სადაზღვეო შემთხვევა რო დგება, ანუ მე რაღაცნაირად დამნაშავე ტიპი ვარ რა, ანუ მე ესე იგი სათანადოდ ვერ მოვიქეცი, ანუ ან მანქანის ტარება არ ვიცი, ან სიარული არ ვიცი, ან ფეხბურთის თამაში არ ვიცი, ან სრიალი არ ვიცი, ან რაღაცა არ ვიცი და აი იქ რომ მიდიო რა რაღაცა ის მაქვს ხოლმე რომ აი შევცოდე, ანუ აი თითქოს ახსარებაზე მივდივარ სადაზღვეო კომპანიაში რომ პატივცემულო მზღვეველო შეგცოდეთ მე და მანქანაზე 5 კილომეტრით გადაჭარბებით ვიარე და არ მეცვა სათანადო ფეხსაცმელი და არ ვიყავი კარგად იმ დღეს რაღაც უთხასიათზე ვიყავი ან რაღაცა მოვდიოდი და ცუდად მოვსრიალებდი და აი რაღაცა ესეთ რაღაცეებში ვარ და სულ მეუბნება ყველა სადაზღვეო კომპანია რომ აი რაღაცნაირად მე უნდა ვიყო მაღალი პასუხისმგებლობის ტიპი და მე უნდა წავმართო ჩემი ცხოვრება ისე რომ ეს შემთხვევა არ დადგეს და თუ ეს შემთხვევა დადგა მე ვიღაცა ქურუმები უნდა მოვიდნენ და ამაზე იმსჯელონ და თქვან რომ კოკა მართალი იყო თუ მტკვანი იყო და მე მითხრა რომ აჰა შენ გეგების 70% განსხვავება და ნუ აი არ შემიძლია